ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ახალი სიცოცხლის ორგანიზებით შუაგულში ნევროლოგებისა და ნეიროქირურგებისთვის საინფორმაციო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე კლინიკის რადიოლოგიურმა გუნდმა სპეციალისტებს უახლესი ტექნოლოგიური სიახლე გააცნო. Siemens-ის 3 ტესლიან მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფზე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამული განახლება დაინერგა, რომელიც კვლევის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს. გამოსახულების ხარისხს კი კიდევ უფრო აუმჯობესებს. ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ახალ სიცოცხლეში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, მინდათ გითხრათ ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს გერმანული ფირმის Siemens-ის უახლესი ციფრული მაღალტექნოლოგიური MR3 ტესლა MRT აპარატი, რომელიც აღიჭურვა Deep Resolve ახალი ტექნოლოგიით, რომელიც გულისხმობს, რომ განსაკუთრებით არის შემცირებული კვლევის ხანგრძლივობა და ამის საშუალებით კიდევ უფრო გაუმჯობესებულია გამოსახულების მაღალი ხარისხი მივიღეთ, რაც არის პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, იმიტომ რომ კვლევის ხანგრძლივობა არის შემცირებული და იძლევა ეს ასევე უზუსტესი დიაგნოზის დასმის საშუალებას. ყველაზე მთავარი ინფორმაცია, რაც მათ მივაწოდეთ, გახლავთ ის, რომ ჩვენი 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფს, რომელიც გახლავთ Siemens-ის ფირმის, ჩაუტარდა სრული პროგრამული განახლება ხელოვნური ინტელექტის პროგრამა Deep Resolve-ით, რითაც ჩვენ საშუალება მოგვეცა გამოსახულების ხარისხი რამოდენიმე ათეულჯერ გამოგვესწორებინა და უკეთესი გაგვეხადა და ამავდროულად კვლევის ხანგრძლივობა რამდენჯერმე შეგვემცირებინა. ეს პაციენტისთვის ნიშნავს რამდენჯერმე შემცირებულ დროს კვლევისას, ხოლო რადიოლოგისთვის ნიშნავს მაღალი ხარისხის გამოსახულებას და უზუსტეს დიაგნოზს, ხოლო ჩვენი კოლეგა კლინიცისტვის ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში მან დასვა სწორი კლინიკური დიაგნოზი და ანიშნოს სწორი მკურნალობა, რაც პაციენტის გამოჯანმრთელების საწინდარია. სპეციალისტების განცხადებით, ახალი ტექნოლოგია პაციენტებისთვის კვლევის უფრო კომფორტულ და სწრაფ პროცესს, ექიმებისთვის კი უფრო ზუსტ დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს ნიშნავს. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვნად შემოკლდეს დროში თვითონ კვლევა და ამით არ დაიკარგოს ხარისხი. პირიქით, შედარებით მაღალი ხარისხი არის უზრუნველყოფილი, როგორც კოლეგებმა გაგვაცნეს. ჩემთვის როგორც ბავშვთა ნევროლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბავშვთა ასაკში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ თვითონ კვლევა არ გრძელდებოდეს დიდხანს, იმიტომ რომ ეს არ არის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო პროცესი. ყველანაირად არის ხელშეწყობილი, ასე ვთქვათ, ამ კლინიკაში ბავშვებისთვის MRT კვლევის გაკეთება. როგორც აგვიხსნეს, არის ვიდეო, აუდიო მხარდაჭერა, თუმცა შეუძლია ბავშვი თვითონ აირჩიოს, მისთვის სასურველი მულტფილმი იქნება თუ რამე სხვა. გაერთოს ამით უყუროს უშუალოდ გადაღების პროცესში და თვითონ მოკლე დროში პროცესი სრულდება. შესაბამისად, ბავშვს ნაკლები აქვს სტრესი, რაც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გაუსვავ ხაზს, რომ ამით ხარისხი არ იკარგება. დღეს მქონდა საშუალება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ახალი სიცოცხლის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში შევხვედროდი ჩვენს კოლეგა კლინიცისტებს, ნევროლოგებს და ნეიროქირურგებს. მათთან ერთად განვიხილეთ საინტერესო კლინიკური შემთხვევები ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკიდან და შედგა ძალიან საინტერესო დისკუსიები ამ თემების ირგვლივ. პაციენტებისთვის არის საყურადღებო იმ მხრივ, ვისაც კლაუსტროფობია აქვს, ბერძნებენ დიდხანს მიუხედავად იმისა, რომ აპარატს აქვს აუდიო-ვიდეო მხარდაჭერა, კვლევის დროს სასიამოვნო მუსიკას, მისთვის სასურველ სხვადასხვა შინაარსის მქონე გამოსახულებებს უყუროთ, მაინც არ მოსწონთ შესაბამისად ჩვენს სკანირების დროს დიდხანს ყოფნა MRT-ში და ძალიან მნიშვნელოვანია Deep Resolve-ის დაინსტალირება ჩვენს აპარატზე. კონფერენციაზე ასევე განიხილეს ნეირორადიოლოგიაში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური კვლევის მეთოდები, მათ შორის მაგნიტორეზონანსული სპექტროსკოპია და მაგნიტურრეზონანსული პერფუზია, რომლებიც დაავადებების შეფასების დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. MRT უკვე დიდი ხანია გაცდა ანატომიურ კონტურების საზღვრებს და ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია არა მხოლოდ ანატომიური ცვლილების, არამედ ორგანოთა ქსოვილის მეტაბოლიზმის, ფუნქციის, რამაც მოგცა უმნიშვნელოვანესი უპირატესობა, რომ ჩვენთან მოსული პაციენტისთვის დასმული დიაგნოზი არის განსაკუთრებული სიზუსტით გამორჩეული, გამყარებული დღესდღეობის მსოფლიოში აპრობირებული და არსებული ულტრათანამედროვე რეჟიმებით, რაც ხელმისაწვდომია ქირურგიის ეროვნულ ცენტრ კლინიკა ახალ სიცოცხლეში. ეს ინფორმაცია მოვიტანეთ ჩვენს კოლეგა კლინიცისტებთან, რათა ქართველ პაციენტს ჰქონდეს ინფორმაცია, რომ თავის სახლთან რამოდენიმე კილომეტრში შესაძლებელია მიიღოს ისეთივე მაღალი ხარისხის მომსახურება, რაც ევროპასა და ამერიკის ქვეყნებში არის შესაძლებელი.
ბავშვთა ნევროლოგების შეფასებით, კვლევის ხანგრძლივობის შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა პაციენტებისთვის, რადგან პროცედურა ნაკლებ დროს და ნაკლებ სტრესს მოითხოვს. დღეს განხილული იყო საკმაოდ საინტერესო თემატიკები ნეირორადიოლოგიის მიმართულებით, აქტუალური და თანამედროვე მიდგომები, რაც განიხილება ნეირორადიოლოგიაში და ნეირომეცნიერებაში, განხილული იქნა MRT აპარატის თანამედროვე ასპექტები, რომელიც აუცილებელია და მნიშვნელოვანია კერძოდ ნეიროქირურგიის განვითარებისთვის და ესე ვთქვათ, სწორი დიაგნოსტიკისთვის და რამდენად ეს მნიშვნელოვანია შემდგომი ტაქტიკისთვის და მართვისთვის. ბრწყინვალე მოხსენებები იყო, კოლეგებს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ესე ვთქვათ, ბრწყინვალე პრაქტიკა ანახეს, ულოცავთ მათ ასეთ თანამედროვე და ესე ვთქვათ, მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას, უსურვებთ წარმატებებს და იმედია საომალოთაც იქნება ესეთ საინტერესო მოხსენებები და განხილვები ისეთ აქტუალურ თემებზე, რაც ეხება ნეირომეცნიერებას და ნეირორადიოლოგიას. მნიშვნელოვანი სიახლე არის ეს სამედიცინო საზოგადოებისთვის. მისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს დამფუძნებლებს და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას, რომ კლინიკას მიეცა საშუალება, რომ 3 ტესლა მაგნიტურ-რეზონანსული ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი აღჭურვილიყო Deep Resolve-ის უნიკალური ტექნოლოგიით. კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვა ნეირორადიოლოგიასა და ნეიროქირურგიაში დიაგნოსტიკის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც საბოლოოდ პაციენტებისთვის უფრო ზუსტ და ეფექტიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.